ბრიტანული დანაყოფი, რომელიც ესტონეთში ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო დაჯგუფების ლიდერი ძალაა, ახალი თვითმავალი საარტილერიო სისტემით გადის წვრთნას. საარტილერიო სისტემა არჩერი 155 მმ-იანი ქვემეხია, რომელიც 6 ბორბლიან მანქანაზეა დამონტაჟებული. ეს შეიარაღება მნიშვნელოვნად ზრდის საბრძოლო ჯგუფის დამრტყმელ ძალას. სისტემა შეუძლია სამიზნე 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე დააზიანოს და შემდეგ სწრაფად შეიცვალოს პოზიცია, რათა თავიდან აიცილოს მტრის საპასუხო ცეცხლი. ბრიტანეთის არმიამ ეს სისტემა შვედეთიდან მას შემდეგ შეიძინა, რაც საკუთარი მობილური საარტილერიო დანადგარები უკრაინას გადასცა. So the main differences for Archer compared to other უფრო ტრადიციული ტიპის ქვემეხებისგან, რომლებიც ბრიტანეთის არმიას აქამდე ჰქონდა, არჩერი იმით განსხვავდება, რომ ეს ავტომატური დამტვირთველით აღჭურვილი სისტემა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის ბევრად დიდ მანძილზე სროლის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ყველაფერი ერთად ზრდის ბრიტანეთის არმიის საარტილერიო სისტემების დარტყმის ძალას. საბრძოლო ჯგუფის არჩერის გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს როგორც ბრიტანეთის არმიის მოდერნიზაციისკენ მიმართულ სწრაფვას, რადგან ეს არის თანამედროვე და ძალზე ეფექტური ტექნიკა, ისე გაზრდილ დარტყმის ძალას. ამ ორი ფაქტორით დასტურდება ნატოს მიმართ ბრიტანეთის არმიის ერთგულება და ამავდროულად ჩვენი საარტილერიო შესაძლებლობები. and also demonstrate our capability for artillery systems. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო დაჯგუფებების შექმნის გადაწყვეტილება 2016 წელს ალიანსის ვარშავის სამიტზე მიიღო. თავდაპირველად ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში შეიქმნა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნატოში გადაწყვიტეს, რომ დაჯგუფებების რაოდენობა გაეზარდათ. ალიანსის ოფიციალური მონაცემებით, მსგავსი დანაყოფები ახლა უკვე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთშიც არიან. იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომლებიც უკრაინაში ვითარდება, ცხადია, რომ ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნების სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. ვინაიდან ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, აუცილებელია გაგვაჩნდეს საბრძოლველად გამზადებული ძალა, რათა უზრუნველყოფთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტი, რომლებიც შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდნენ. და სწორედ პოლონეთში გაიმართა მასშტაბური სამხედრო წვრთნა ივლისში. მანევრები მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა. სწავლებაში ერთდროულად მონაწილეობდნენ რუმინული, ბრიტანული და ამერიკული ტანკები. სადაზვერვო მანქანები და საჰერო თავდაცვის სისტემები. წვრთნები ჩატარდა ბემოვო-პისკიეს პოლიგონზე. როგორც ნატოს ოფიციალური ინფორმაციიდან ვიგებთ, სწავლება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ჩატარდა. ეს რეგიონი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის ცნობილი სუვალკის დერეფნის გამო, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს აკავშირებს კალინინგრადის ოლქთან. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ეს ტერიტორია, რადგან ის ასევე პოლონეთს აკავშირებს ლიტვასთან, ესტონეთთან და ლატვიასთან. ამ რეგიონში ჩვენი ძალების არსებობა ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ პოზიციებს, გავაძლიერებთ შეკავების პოლიტიკას და რაც მთავარია, შევქმნით შესაძლებლობას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა კვლავ გააძლიერონ თავდაცვა. ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნების დროს ძირითადად უკრაინაში მიღებულ გამოცდილებას ითვალისწინებდნენ. საბრძოლო ამოცანები ძალიან კონკრეტულ საკითხებს მოიცავს. ესენია დრონებით ოპერირება და სანგრებსა და ბუნკერებში მოქმედების ტაქტიკის შეცვლა.